ერთი კითხვა როგორ ვიცი? გამოიცანე. ჯვარი აკაურობას და CSKA. აუ, სწორია. სპონტი ყოფილა უსამართლო. მოგესალმებით. სეტანტა სპორტ ჯორჯია წარმოგიდგენთ სპორტულ პრესინგს, რომლის გამარჯვებულით სეტანტასა და სელფისგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორკაციან საგზურს მიიღებს. დღევანდელ ეპიზოდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ვლადო ლომიძე, სანდრო რაშკოვსკი და სოსო ბერიკაშვილი. აბა მზად ხართ მეგობრებო, ნახევარფინალი დავიწყოთ? სად ვართ? დავწყოთ. პირველი რაუნდი შეტევა. ამ რაუნდში ეკრანზე 4 სხვადასხვა სპორტი გამოჩნდება. მოთამაშეები რიგრიგობით დაბლოკავენ მათთვის არასასურველ ღონისძიებას და დარჩენილ სპორტზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან. ისინი რიგრიგობით ჩამოთვლიან სპორტსმენებსა თუ გუნდებს. სამი არასწორი პასუხის შემთხვევაში კი რაუნდს ეთიშებიან. ყველა სპორტსმენისა თუ გუნდის გამოცნობა ერთნაირად არ ფასობს. რაც უფრო ნაკლებ შედეგიან მოთამაშეს დაასახელებენ, უფრო მეტ ქულას მიიღებენ. თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელიც ბოლო გუნდს დაბლოკავს. რაუნდს იგებს ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აიღებს და სამი სტრაიკი არ ექნება. დღევანდელი პირველი რაუნდის თემებია. UFC-ს ისტორიაში ის მებრძოლები, რომლებსაც 5ჯერ და მეტჯერ უბრძოლიათ ქამრისთვის, სტენლის თასის გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც 2ჯერ და მეტჯერ მოუგიათ NHL-ი, ჩემპიონთა ლიგაზე 3 და მეტი წითელი ბარათი ვისა აქვთ ესეთი მოთამაშეები და კალათბურთში ევროლიგა 2ჯერ და მეტჯერ ვისაც აქვს მოგებული ესეთი გუნდები. ვინ დაბლოკავს პირველი? მე დაბლოკავ UFC-ს. UFC აღარ არის. მადლობა. სანდრო? მოდი ლიგაზე წითელი ბარათები გავაგდოთ. ლიგაზე წითელი ბარათები არ არის, გვჩება ევროლიგა და ჰოკეი. ძალიან ცუდი არჩევანი მაქვს, მაგრამ სტენლის თასს დაბლოკავ მაინც და ევროლიგაზე ვიცი. გვჩება ევროლიგა მეგობრებო, გუნდები, რომლებსაც 2ჯერ და მეტჯერ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული. დავიწყოთ. სოსო, ბოლო შენ დაბლოკე, შესაბამისად პირველი შენ იწყებ. 2ჯერ და მეტჯერ, ხო? კი. და მადრიდის რეალი. 11 გამარჯვებით მადრიდის რეალი 1 ქულაა. დაგვანებოს წინაზეც ეშუბახერით დავიწყე. ლადო? ბარსელონა. ბარსელონა 2 გამარჯვება და 7 ქულა. აჩამ მირთქვა. სანდრო? არის. ანათინაიკოს. ანათინაიკოსი მესამე ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, 7 გამარჯვებით და 3 ქულა არის ეს. ჟალგირისი. ჟალგირისი, პირველი სტრაიკი. ისე მარტივები მეთქვა. ლადო? იყოს მილანი. ოლიმპია მილანო 3 გამარჯვება, 6 ქულა. აი, მივაწვეთ ერთ მორწმუნეებს და ოლიმპიაკოსს. ოლიმპიაკოსი 3 გამარჯვება და 6 ქულა. ერთი მორწმუნე არ არის, მაკაბი არ არის? მაკაბი არის 6 გამარჯვებით და 4 ქულით. ავალადო? არ ვიცი, სტრაიკი. სტრაიკი, ჯერ კიდევ წინ 2 სტრაიკი გაქვს, შესაბამისად შეგიძლია მოიფიქრო, გაიხსენო გუნდები, რომლებსაც აქვთ ევროლიგა მოგებული. ხსედა ერთი. უკვე გადავედი იმ კატეგორიაში, რომ უნდა ვივარაუდო, იმიტომ რომ არ ვიცი. ცრვენა ზვეზდა. ეს პირველი სტრაიკია შენი. სხვა რაღაცა ქვია ალბათ. არა, ეგრევე უბრალოდ არ აქვს. ო. აი. ჯვარი აკაურობას და CSKA. მოსკოვის. მეორე ყველაზე ტიტულოვანი გუნდი არის და ეს 2 ქულაა. სულ არაფერს ხოჯო. ფენერბახჩე. ფენერბახჩეს არ აქვს.
ორი ტიტული და ეს სტრაიკია. დავიჯერო არც პარტიზანს აქვს. პარტიზანი. კი ბატონო, დაიჯერე, მეორე სტრაიკია. რადგან სოსომ დაიწყო თამაში და ეხლა პირველი სოსომ უნდა თქვას, გეტყვით რომ ორი სტრაიკი აქვს ლადოს და სანდროს, ერთი აქვს ხოლო სოსოს. შესაბამისად სოსომ რომ ეხლა არასწორად თქვას და თქვენ ორივე გასტრაიკდეთ, რაუნდი მისია. აია. ბიჭო ქვეყნები და 7 ქულით მოიგებს. ქვეყნებზეც ვფიქრობ და აი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. უშუალოდ გალათასარაი. სტრაიკი. შეერყოს გოლი საკალათო. ლადო ორივე რო გასტრაიკდეთ, შენ უგებს სანდროს, იმიტომ რომ მეტი ქულა გაქვს. იყოს აიკი. აიკიც სტრაიკია. სანდრო, ეხლა თუ დაასახელებ გუნდს თამაში რჩები, სოსოსთან ერთად, თუ არასწორად უპასუხებ, მაშინ ბოლოზე გადიხარ ამ რაუნდში. დრო. იყოს აი ბეშიქტაში. არასწორია ბეშიქტაშიც. გეტყვით ჯერ გუნდებს, რომლები დარჩა. ესა ვარეზე არ გითქვამთ. არ გითქვამთ სპლიტი, არ გითქვამთ ბოლონია, ანდალუ ეფესი, თურქული გუნდი საუკეთესო ბოლო წლების, კანტუ, ციბონა არ გითქვამთ ასევე. ბუდის ბოლონია შემეძლო ერთად. ბიჭო, ხო არა, კანტუს და ბოლონიაც ვიფიქრე, მაგრამ არ მეგონა თუ ბოლონია მოიქნებოდა. მოკლედ, ამ რაუნდის შემდეგ სოსოს აქვს 50 ქულა, ლადოს აქვს 30 ქულა, სანდრო ჯერჯერობით 0 ქულითაა. გადავდივართ სელფის რაუნდზე, ტაქტიკოსი. სპორტი ყოფილა უსამართლო. მეორე რაუნდი, ტაქტიკოსი. ამ რაუნდში მოთამაშეების წინაშე 5 სხვადასხვა თემა გაიხსნება. თითოეულ თემაში სხვადასხვა სირთულის 3 კითხვაა: 10, 20 და 30 ქულიანი. მოთამაშეები რიგრიგობით აირჩევენ თემას და შეკითხვას. არასწორი პასუხის შემთხვევაში მინუს ქულას არიღებენ. სხვა მოთამაშეს დასწრებაზე საშუალება აქვს შეკითხვას უპასუხონ, მაგრამ თუ მათ ვერ უპასუხეს, მინუს 10 ქულას მიიღებენ. მეორე რაუნდს სანამ დავიწყებთ მეგობრებო, ყოველთვის ამ კითხვას ვსვამ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს რა ლოგიკით ხელმძღვანელობთ ხოლმე ამა თუ იმ გუნდის დაბლოკვისას. ამ შემთხვევაში გუნდის არა, სპორტის. არ ვიცი. ეხლა ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთი ზოგადად ისეთი არის, სადაც ყველას ჩემი აზრით თანაბრად აქვს შანსი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა კალათბურთშიც ასე ყოფილა. და ფეხბურთი მაგიტო დაბლოკე პირადად მე. მე როგორც თქვი, ცუდი არჩევანი მქონდა. ვერც ერთი ამ ორიდან ვერ ვერკვევი დიდად რა. მაგრამ ჰოკეიში უფრო ვერ ვერკვევი და ვიფიქრე რომ ევროპიდან ვიღაცას მაინც გავიხსენებდი და პირველი ორი სწორად დავასახელე და ნუ რაღაც უსამართლოდ, მაგრამ მოვიგე ეგ რაუნდი რა. არასწორი იყო ეგ, მაგრამ რას ვიზავთ ეგეთი. სამი სწორი პასუხი ქონდა, მე მგონი. ხო, პირველი ორი და კიდე ერთი რაღაცა, მაგრამ ხო. ლადო, შენ UFC ძალიან სწრაფად გამორიცხე, მე მგონი აშკარად არ გიყვარს ეს სპორტი, ხო? კი, არა, ზოგადად ინდივიდუალურ სპორტში ძალიან ცუდად ვერკვევი და გუნდურებზე კიდე არ ამიშავდა, მიუხედავად იმისა, რომ აქაც მაინც და მაინც ვერ გამოვიჩინე თავი. ნახოთ რა მოხდება მეორე რაუნდში. სელფის რაუნდის თემებია: დრაფტი, ხორვატი ამერიკელები, კენგურუების მიწიდან, დედების დაბრუნება, ბედი სხვა სპორტში ვცადოთ. ეს თემებია, რადგან სოსო შენ მოიგე პირველი რაუნდი, შენ იწყე პირველი. ბედი სხვა სპორტში ვცადოთ 20 ქულა. გაბრიელ ბატისტუტამ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ძალები ამ სპორტში მოსინჯა. დებიუტიდან 1 წელში კი სტელა არტუას თასი მოიგო. დაასახელეთ რა სპორტზეა საუბარი, თუ გეტყვით რომ თამაში ადამიანებთან ერთად ცხენებიცაა გარეული. მაშია სპორტი ხო? სტელა არტუა ავი პოლოი. ლეოს 20 ქულა. არ ვიცოდი. ლადო? იყოს კენგურუების მიწიდან 20 ქულა. კენგურუები 20. ეს კალათბურთელი 2005 წლის დრაფტის პირველი ნომერი იყო. Golden State-ის რიგებში ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი გუნდი დატოვა და თავისი ადგილი ზაზა ფაჩულიას დაუთმო. ენდრიუ ბოგუტი. ლეოს 20 ქულა. სანდრო. რადგან დრაფტი ახსენე, წინა კითხვაში იყოს თლიანად თემა დრაფტი 30. დრაფტი 30.
ეს კალათბურთელი NBA-ის დრაფტის ისტორიაში ყველაზე ცუდ პირველ ნომრადაა აღიარებული. მან ლიგაში მხოლოდ 4 სეზონი გაატარა და ამ პერიოდის მანძილზე საშუალოდ 4.4 ქულას აგროვებდა. 2013-17 წლებში NBA-ში წვალების შემდეგ თურქეთს მიაშურა და იმავე სეზონში ევროლიგა მოიგო. ოღონდ იქაც მისი დამსახურება თითქმის 0 იყო. ვა, 2-2 ძალიან ახლო ვერსიაა რა. წლებს შეხედე და საშუალო ქულას და ერთი ვერსია რჩება. ნუ კარნახო. ვახ. მაინც იყოს გრეგოდენი. ეს არის ენტონი ბენეტი. ანუ კვიკბეი. თურქეთში წავიდა, ოდენს გაცილებით უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა და თან ტრავმები იყო. არ უთამაშია ფაქტობრივად. ოდენის პრობლემა ტრავმები იყო და არა ის რომ უნიჭო აღმოჩნდა. სოსო. მოდი ვცადოთ ისევ სხვა სპორტში ბედი და 30 ქულა. ეს მეკარე ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ლიდს მოდერნიანსის გუნდს შეუერთდა და კრიკეტის თამაში დაიწყო. როგორც ჩანს, კარიერის საუკეთესო წლები სადაც გაატარა, იმ ქალაქს არც სხვა სპორტში უღალატა. ლიდსი თამაშობდა? ვერსია. ლიდსის მეკარე მინდა. ორი ვერსია. მე არც ერთი არა. ინგლისელი უნდა იყოს. არ არის ვერსია? რავი, წარმოდგენა არა მაქვს, ისე ვიტყვი რამეს. შილტონ. არ არის სწორი? აი არ გავრისკავ, ხო მინუსი? კი, -10 ქულა იქნებოდა ეს. პასუხი არის ან ნაიჯელ მარტინი, ან პოლ რობინსონი. ნაიჯელ მარტინი. ლადო? იყოს ხორვატი ამერიკელები 10. ხორვატი ამერიკელები 10. იქნება რაკავად. კაპიტან ამერიკას ხორვატი ბაბუა ჰყავდა და ევროპაში გზა მარტივად გაიკვალა. დორტმუნდის ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო. შემდეგ მთავარ გუნდშიც მოხვდა. კარიერა ჯერ ინგლისში, მერე კი იტალიაში გააგრძელა და დღემდე იქ თამაშობს. პულიშიჩი. ნამდვილად. -10 ქულა. ხორვატი ამერიკელები 30. ეს კაცი სერბი მამისა და ხორვატი დედის შემოქმედებაა. 1946 წელს იშვა და მას შემდეგ სამხედრო სამსახური, სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრამპის კრიტიკა, ამერიკის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ოქროს და NBA-ის ჩემპიონობის 5-ჯერ მოგება შეძლო. და ვინ იცის, შეიძლება კიდევ მოიგოს აწირამე. გრეგ პოპოვიჩი. -30 ქულა. ეს დიდებული ადამიანი გრეგ პოპოვიჩია. სოსო. დედების დაბრუნება 20. დედები 20. 23 წლის იყო, როდესაც კარიერის პიკში ჩოგბურთიდან წავიდა. საყვარელ ადამიანზე იქორწინა, შვილი გააჩინა და საყვარელ სპორტს დაუბრუნდა. დაბრუნება დიდებული გამოუვიდა. 2009-11 წლებში ამერიკის 2 და 1-იც ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. სიუიტის ცოლი, საყვარი. კიმ კლისტერსი. -20 ქულა. რატო კიმ გაიხსენა? კლისტერსია. ნამდვილად. ლადო? კენგურუები 10. კენგურუები 10. რაფაელ ნადალის აღზევებამდე მისი და როჯერ ფედერერის დაპირისპირება ATP ტურის მთავარი სანახაობა იყო. უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულმა 20-ზე მეჯერს სცადა, მაგრამ სახლში სლემი ვერასდროს მოიგო. ყველაზე ახლოს 2005 წელს იყო, როდესაც ფინალში მარად საფინთან დამარცხდა. ერთადერთი ვერსია მაქვს ლეიტონ ჰიუიტი. -10 ქულა. ясно. ეგეთ არ ყოლია არა. ინდრუში. მოდ კენგურუები 30. კენგურუები 30. 14 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც ავსტრალიას სპორტში წარმოადგინა. გამოხდა ხანი და 2000 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე წარმატებული ათლეტი გახდა. 3 ოქრო და 2 ვერცხლის медаლი მოიგო. მოცურავე ემა მაკეონის შემდეგ ავსტრალიის სახელით ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქრო სწორედ მას აქვს მოგებული. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვივარაუდებ, რომ ტორპი. -30 ქულა. სოსო. დედები. იყოს ისევ დედები 30. დედები 30. ეს ამერიკელი იმ იშვიათ ქალთა რიცხვშია, რომელმაც 3 სლემი ისე მოიგო, თამაშის სეტი არ წაუგია. 2006 წელს პირველი ბავშვი გააჩინა, თუმცა კორტს მალევე დაუბრუნდა. მართალია სლემი მას შემდეგ არ მოუგია, მაგრამ არაერთი ტურნირის გამარჯვებული გახდა. 2011 წლამდე ითამაშა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი ჩოგბურთელია. მაღალშემოსავლიანში გულისხმობ კორტზე მოგებულ ფულს. 2006-მდე იგებდა? კი. სლემებს. არ ვიცი, ეგ ბავშვების ამბავი არ ვიცი, მაგრამ
პირველი ნომერი იყო და შეიძლება ეგ იყოს რა. დევენპორტია. პლუს 30 ქულა, ლინცი დევენპორტია. დევენპორტ კანადელი არ არის? არა, მე ამერიკელია. გამისურდა ეს თუ ლადო, იყოს ბედი სხვა სპორტში ვცადოთ. 10-იანი. ეს კაცი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მფლობელია. წლების შემდეგ თავი MMA-ში სცადა და 5 წელი წონის ჩემპიონი იყო. 2023 წელს ჯერ დვალიშვილი ძმაკაცთან დამარცხდა, შემდეგ კი თავად მერაბმა შემოიგდო მხარზე და ოქტაგონზე ატარა. ვიცი. ჭიდაობით. არ ვიცი. დამოუწყდა გვარი. ვა, სოსო კი? სეხუდო არის ეს. ჰენრის ეხუდოა ნამდვილად. პლუს 10 ქულა. სანდრო, დრაფტი 20. დრაფტი 20. ამერიკელებს დრაფტი ისე უყვართ, რომ აგერ MLS-შიც ყოველ წელს ატარებენ. სეზონის სტარტზე პირველ ნომრად ტაირის სპაისერი სწორედ ამ კანადურმა გუნდმა აირჩია. 2023 წელს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე გავიდა. წელს უკეთ გამოიყურებიან, თუმცა პლეი-ოფში მოხვედრა მაინც სათუოა. კიდევ ერთხელ, როდესაც ეს ჩაწერა მიდის ამ ეპიზოდის, მაშინაა სათუო, თორე ისე არ ვიცით რა სიზმს. შეიძლება გაფრინდენაც. ვიცი 3 გუნდი და გავარდა. ტორონტო FC. პლუს 20 ქულა. ოჩა, კარგად გაარდა. სოსო. დედები ისე 10 ქულა. დედები 10. ეს ქალი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. 2020 წელს შვილი გააჩინა და მალევე შეძლო უმაღლეს დონეზე დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების თანაკაპიტანი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. აქ ქვია მაგას. მარტა არის თუ ეგ ბრაზილიელი? მარტას ვამბობ. არასწორია მარტა? ბევრი ვიცი, თანაკაპიტანი ვინ იყო? ალექს მორგანია მეგობრებო. ბაზარიანა მარტა. ალექს მორგანი. მარტა ამერიკელი თუ ბრაზილიელი? ლადო? ბრაზილიანი. ხორვატი ამერიკელები. ისევ UFC აირჩია ლადო. ორი UFC იყო და ორივე შენ აირჩია. ხორვატი ამერიკელი. ხორვატი ამერიკელები. ამ მებრძოლის მშობლები ხორვატი ემიგრანტები არიან. თვითონ ეს კაცი კი მეხანძრე და პარამედიკია, რომელიც ორჯერ UFC-ს ჩემპიონი იყო და თავის წონაში უდიდეს მებრძოლად ითვლება. კორმიესთან მისი ტრილოგია კი ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირებაა. არ ვიცი, გადაულოცავ კონკურენტებს თუ ოქთერსია. არა გვაქვს. დიდი მადლობა. მადლობა. სეხუდო ჭიდაობიდან ვიცოდი. ეს ადამიანი მეგობრებო არის სტეპე მიოჩიჩი. ანუ აი ეს არც გამიგია. ერთი კითხვა დაგვშა, ეს არის დრაფტი 10 და ამით ამოიწურება კიდევაც სელფის რაუნდი. 1984 წლის დრაფტზე ჰიუსტონ როკეტსმა პირველ ნომრად ჰაკიმ ოლაჯუონი აირჩია და ალბათ არც არასდროს უნანია. აი პორტლენდისთვის კი სემ ბოუის დადრაფტვა კი უდიდესი შეცდომა იყო. მესამე და მეხუთე ნომრად დრიმ თიმის ორი ლეგენდა შეირჩა. ჯონ სტოქსტონი საერთოდ მე-16 იყო. დაასახელეთ ამ ორი ლეგენდარული კალათბურთელიდან ერთი მაინც. MJ და მეორე ბარკლი იყო მეგობრებო. შესაბამისად პლუს 10 ქულა სანდროს. ამით დასრულდა მეორე რაუნდი, სოსო პირველ ადგილზე 130 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ სანდრო და ლადო თქვენ ერთად დაუპირისპირდებით მას მესამე რაუნდში, 2-1-ზე. მესამე რაუნდი 2-1-ის წინააღმდეგ. ამ რაუნდში პირველ ადგილოსან მოთამაშეს მეორე და მესამე ადგილები ერთად დაუპირისპირდებიან. ეკრანზე გამოჩნდება 3 თემა და პირველ ადგილოსანი აირჩევს, რომელ თემაზე სურს დუეტთან დაპირისპირება. თამაში დასწრებაზეა. თუ რომელიმე მხარემ სწორად უპასუხა 10, არასწორი პასუხი კი -10 ქულაა. 10 კითხვის შემდეგ მოთამაშეების აღებული ქულები ჯამურ მონაგარს დაემატება. ვიწყებთ მესამე რაუნდს 2-1-ზე. მესამე რაუნდის თემებია: დიდი ქალაქის დიდი სპორტსმენები, მოულოდნელი შედეგები, სუდ ამერიკა. სოსო რომელს აირჩევ? მოულოდნელი შედეგები. ჩვენიერი მოულოდნელი შედეგები. დავიწყოთ მეგობრებო. 2004 წელს MLB-ს ამ გუნდმა ჯერ კონფერენციის ფინალი ნიუ-იორკ იანკის 0-3-დან მოუგო. შემდეგ კი ფინალში სენტ-ლუის კარდინალსი დაამარცხა და 86 წლიანი პაუზის შემდეგ გაჩემპიონდა. 2004 წელს ბეისბოლში. რაც გინდა ის ქენით. ვერსია, მაგრამ ამხელა პაუზა ქონდა ორ გუნდს. პასუხი არის ბოსტონიან კლივლენდი. ბოსტონ რედ სოქსი. 2004-ში ბოსტონმა მოიგო. შენ განდა.
1980 წლის 22 თებერვალს ამ მოყვარული ჰოკეის მოთამაშეები დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საბჭოთა კავშირის ჰოკეის ნაკრები სენსაციურად დაამარცხა. გამარჯვება იმდენად სენსაციური იყო, რომ სასწაული ყინულზე შეარქვეს. ბიჭო, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს. ლეო სათიკულა, ხო? Miracle on Ice. რა ეგრევე. მესამე შეკითხვა. მაიკ ტაისონს პირველი მარცხის სწორედ ამ მოკრივემ აგემა. ეს შედეგი დღემდე სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია არის. ბასტერ დაგლასი იყო მეგობრებო, ასეთი მოკრივე, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ხო, ანუ თუ იცით ეგრევე იყო, ბასტერ დაგლას ვიხსენებ. სისულელი. მეოთხე კითხვა. სამხრეთ აფრიკის პოსტ-აპარტეიდის ეპოქაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტად მიჩნეული ახალი ზელანდიის დამარცხება ითვლება. გითხარით, რომელ წელს გაიმართა აღნიშნული მსოფლიო თასი? დავასწარი, ხო? კი, სოსო. 95 იყო. ათიკულა. დევი. შემდეგი შეკითხვა. უიმბლდონზე უაილდ-ქარდით მოხვედრა და ჩემპიონობა ისა, სანდრო. გორან ივანიშევიჩი. ლეო სათიკულა. ამას მოვდუმბიდა. UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა ლეგენდარულ ჟორჟ სენ-პიერს უკავშირდება. კანადელი ლეგენდა პირველ რაუნდში განმეორებითი დარტყმებით ამ მებრძოლმა შეაჩერა. გეტყვით, რომ UFC-სკენ მიმავალ გზაზე საწყის პერიოდში ის მერაბ დვალიშვილს ავარჯიშებდა და გზას უკვალავდა. დღემდე მადლობებს უხდის ხოლმე ბრძოლის შემდეგ. ეგრე შემოჩიეს რაღაც. არ ვიცი. ეს მებრძოლი არის მეგობრებო მეტ სერა. მეშვიდე. ფავორიტად მიჩნეული მიხაელ ბოტვინიკი ამ ლატვიელმა მოჭადრაკემ თავის აგრესიული და კრეატიული თამაშის სტილი დაამარცხა. აუ, სოსო. ტალი. სწორია. მიხაელ ტალი. მე მოსწონს სოსოს შემართება და ნება როგორიც ამ თამაშის მიმართ. მინდა რომ ეგრე აჭერდეთ ყველანი ხელს. მერვე 2021 წელს ამ ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობის ფინალში ლეილა ფერნანდესი დაამარცხა. ამ მოთამაშეების ფინალში გასვლა უდიდესი სენსაცია იყო. ორივე მათგანი განუთესავი იყო და ამ კანადაში დაბადებული ბრიტანელი თინეიჯერისგან ჩემპიონობას ნამდვილად არავინ ელოდა. რა მახსოვს. მაგრამ ვეთანხმები. სენსაცია. ეს ჩოგბურთელი მეგობრებო არის ემა რადუკანო. აუ ბიჭო, აუ კანადელია რა, კანადაში დაბადებულია თორე გვარი რა თქმა უნდა. აუ. არც ვიცი ნამდვილი კანადური გვარი რა არის, მაგრამ ზარია. რადუკანო ნამდვილად არა. მეცხრე. მსგავსად მაიკ ტაისონისა, ენტონი ჯოშუას პირველი პროფესიონალური მარცხიც უდიდესი სენსაცია გამოდგა. ბრიტანელი ვარსკვლავი რამდენიმე ნოკდაუნის შემდგომ მეშვიდე რაუნდში ამ მოკრივემ შეაჩერა. ისეთი პუტკუნა მოკრივე არის. შეიძლება გახსოვდეთ. ენდი რუიზია მეგობრებო, ესეც და ბოლო შეკითხვა ამ რაუნდის. ლესტერის პრემიერ-ლიგური სასწაული ალბათ ყველას გახსოვთ. ბუნდესლიგაში ამ კუთხით უფრო დიდი სასწაულიც მომხდარა, როცა 97-80 აიზერსლაუტერი. პლუს 10 კულა რაუნდი მოჩა მეგობრებო. 30-30 კულა დაემატა სანდრო ზალადოს, სოსოს, მხოლოდ 20 კულა და გადავდივართ გადამწყვეტ რაუნდში მეოთხე თავი. ჩემთვის გაიშედეგე. მეოთხე რაუნდი, ბოლო თავი. ამ რაუნდში კითხვაზე პასუხი დასწრებაზეა. არასწორი პასუხის შემთხვევაში სხვა მოთამაშეებს აქვთ ქულის აღების შანსი. ამ რაუნდს კონკრეტული თემა არ აქვს. 10 განსხვავებული შეკითხვა და თითოეულ კითხვაზე 5 მინიშნება იქნება. პირველ მინიშნებაზე გამოცნობა 50 კულა. არასწორი პასუხი კი -10 კულაა. მეორე მინიშნებაზე გამოცნობა 40 კულა. არასწორი პასუხი კი -20 კულაა. მესამე მინიშნებაზე 30-30, მეოთხეზე 20-40, მეხუთეზე კი 10-50 კულაა. ყველა მიცით ეს თამაში, ერთხელ მაინც გითამაშიათ, იცით რომ თქვენს წინ არის კიდევ 10 შეკითხვა, ჯამურად 500 კულა და ყველაფერი შეგიძლიათ თქვენ თავს გაუკეთოთ, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. არჩევანი თქვენზეა. დავიწყეთ. პირველი შეკითხვა. შეგახსენებთ, რომ ყველა პასუხი აუცილებლად არის სპორტსმენი, ადამიანი არის უბრალოდ. სპორტსმენი, მწვრთნელი თუ ასე შემდეგ. გუნდი ვერ იქნება. უია გარუიცი. მიხარია რომ ეხა დაიგე. დავიწყეთ. პირველი მინიშნება. 2015 წლის NHL-ის დრაფტის პირველი ნომერი. მეორე. სახელად ტერმინატორების მთავარი მტრის გვარი. მესამე. გრეცკისთან ერთად ერთადერთი, ვინც
MVP-ის ჯილდო ერთხმად მიიღო. ანუ ყველა ხმა მასთან მიწავიდა. Unanimous. აჰა. მეოთხე. ფლორიდასთან წაგებული სტენლის თასი. და მეხუთე. მენავთობეების ცენტრი და ლიგის ხუთგზის ბომბარდირი. Edmonton Oilers-ი არის. Oilers-მა წააგო ფლორიდასთან, მეგობრებო გასულ სეზონში და კონორ მაგდევიდი არის. მაგდევიდი ბაზარიანი. კონორი არის ჯონ კონორი გეიტსი. ანუ ბოლო მინიშნებაზე რომ დავაჭირო -50, რა თქმა უნდა, უკვე 5 მინიშნება იცით ახლა მან. ოკეი. ხო, სამართლიანია. შემდეგი. როგორც პიანისტმა 2024 წელს ალბომი გამოუშვა. ანუ ეს ხუმრობა არ არის ან რამე მინიშნება, მართლა როგორც პიანისტმა გამოუშვა ალბომი. მეორე. როგორც მონეგასკმა 93 წლიანი მშრალი სერია დაასრულა. სანდრო? ლეკლერ. სწორია. ლეკლერმა გამოუშვა ალბომი წელს, მოусმინეს სხვათა შორის 4 კომპოზიციანი EP არის და ის არის მონაკოელი. ფორმულა 1-ის. კი, მონაკოელი არის, რომელმაც მონაკოში მოიგო. გასკი. შემდეგი. 2021 წელს Forbes-ის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენების სიის ლიდერი. მეორე მინიშნება. 2021 წელს დასტინ პორიემ ორჯერ დაამარცხა. მესამე. მუჰამედ ალისა და ბრიუს ლის ინსპირაციით მოპოვებული სხვადასხვა წონის ორი კამარი. თავად ამბობსო, ჩემი ინსპირაცია ეს ორი ადამიანი არისო. UFC-ის ისტორიაში ყველაზე ცნობილ დაპირისპირებაში დამარცხებული. ეგ არის მე უბრალოდ. ეგ არის, მაგრამ 40-იანზე მეშინია. წეღა უნდა დამერთვა მდიდარზე ძალიან ძდები. და მეხუთე. MMA სამყაროში ყველაზე ცნობილი ირლანდიელი. აი. მაგრეგორი არის, კორონ მაგრეგორი. ლეოზათი კულა. ყველაზე ცნობილი რომ იმასთან რო იყო ალდოსთან. ხაბიბთან. ხო, დამარცხა. გაყიდვადი აიღო იმდენი. ხო, არა, ბაზარია. ალდოსთანაც წააგო, ხო, მე მგონი. ალდოსთან მოიგო ის. 9 წამში რომ მოიგო. შემდეგი მინიშნება, შემდეგი სპორტსმენი. ერთ მინიშნებაზე უნდა გოლი, რომელიც 1997 წლის 3 ივნის მან გაიტანა, ყველა ფეხბურთის მოყვარულს უნახავს. სანდრო. რობერტო კარლოს. ბრავო, რობერტო კარლოსის ის ხმელი ფოთოლია საფრანგეთთან. შემდეგი მინიშნება იყო Pro Evolution Soccer-ში თავდამსხმელი. კარგი. შემდეგი. რაიან რეინოლდსი სოფლიომ ამ გვარის მქონე პერსონაჟით გაიცნო. რეინოლდსი და ის მეშლება გოსლინგი. მეორე. ეს მოკრივი კი სოფლიოს ზედიზედ 40 გამარჯვებით გაეცნო. კარიერაში პირველი ფრე და მას შემდეგ 7 შეხვედრაში 4 მარცხი. ეს ერთ დეგუტიპია? კი, მესამე მინიშნება ამ ტიპზე. მეოთხე. ფიურის წინააღმდეგ კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრილოგია. და მეხუთე. ველური ამერიკელი, რომელმაც მძიმე წონაში ამერიკას ღირსება დაუბრუნა. წლები არ ქონდათ მოგებული კამარი ამერიკელებს ამ წონაში და ადამიანმა მოიგო. არ გავრისკავ. მოხდები. ასოხი არის Wilder-ი, ხო? დეონტა Wilder-ი, One Wilder-ი არის რაიან რეინოლდსი, საიდანაც გავიცანით და შემდეგი. საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ წელს ერთსა და იმავე ტურნირზე ერთეულების და წყვილების შეჯიბრში ოქროს медаლი მოიგო. ანუ ერთ წელს გავიდა და იმ სეზონში რა წელიც იყო, ერთეულებიც მოიგო და წყვილებიც. საბჭოთა კავშირში ეს არავის უქნია. ვიცი, გავრისკავ, მგონია ქართველი უნდა იყოს და მეტრეველი. -10 კულა. არა, მოგებულ. კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი და მეოთხედფინალში მარცხი გაბრიელა საბატინისთან. მაქვს ვერსია, მაგრამ მესამე მინიშნება. 1995 წელს 21 ადგილი წყვილების რეიტინგში.
მესხის ის რო იყო რა. ზვერევა იგი. მეოთხე. ქართველი, რომელიც WTA-ის ერთეულთა რეიტინგში ერთ დროს მე-12 ადგილზე იყო. ანუ ეს ერთ-იგივე ხალხი არის? ერთი და იგივე ადამიანზეა საუბარი. მაშინ ლელა მესხია. ლეო სოციკულა. მე ზვერევა ლადომ კარგად. ლადო, ორიდან ერთი უნდა აგერჩია და კი, ზუსტად ზუსტად მიმართულებით წახვედნენ. კი ბატონო. ფიუნდონის ფინალში აქ ნათამაშები მაგრამ ვიცოდი. ცინცინატი და რაღაცები აქ ნათამაშები შეიძლება რაღაცა მოიგო ანუ. ეს სლემზე არისო? არა, სლემი. არა სლემი ბიჭო, არა. გამოვშტერდი, ტურნირი იყო ვაფშე მაგითო. სხვაგან ვარ იმენა. კაი, დაგვრჩა მეგობრებო 4 შეკითხვა და ჯერჯერობით ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ ფულებსაც არ ჩამოთვლით. პირველი მინიშნება. მასზე ამბობდნენ სატვირთო მატარებელია ბალეტის ფეხსაცმლითო. გეტყვით რომ ბალეტი კავშირში არა ამ სპორტსმენთან, უბრალოდ მის რაღაც. მე ბალერონებზე. ხო, არ არის, მაგიტომ მოიშორეთ ბალერონე გონებიდან. თამაშისას ვარ მე დაუბრუნდით. მეორე. მატარებელი, რომელმაც 1995 წელს მაიკ კატი და მთელი ინგლისის ნაკრები გაიტანა. ჯონალომ პლიუს 40 კულა. ცნობილი ლელო არის, სადაც მართლა მიაქვს მთელი ინგლისის ნაკრები. ლადო დაბრუნდა თამაში 40 კულით. შემდეგი შეკითხვა. კაცი, რომელსაც ფრინავ პომიდორს ეძახდნენ. ეხლაც ეძახიან, ბოდიში, ცოცხალია, ახალგაზრდაა. მოქმედია ეს იგი. ისპანელი იტალია. ტონი ჰოკის აღმოჩენა და მისი პადავანი. ის სპორტი. პადავანი. აღზრდელი იყო რა. ანასწავლა ძამები რამე. ტონი ჰოკი თქვენ მიხდი რა? მაშინ აზრი არ აქვს. არა, ისეც აზრი არ აქვს. მესამე, ერთ-ერთი საუკეთესო ექშენ სპორტ ათლეტი. სანთრის ოლიმპიადები დიდად არ გიყვართ გატყობს. კაცი, რომელმაც ექს თამაშებში ყველაზე მეტი მედალი მოიგო. ანუ მასზე მეტი არავის მოუგია. არასოდეს და მეხუთესაც გეტყვით არ გაწვალებთ. ის ვინც ოლიმპიადაზე სნოუბორდში რეკორდული რაოდენობის 3 ოქროს მედლის მფლობელია. შონ უაიტი გახლავთ მეგობრებო ეს მე ადამიანი. სკეიტბორდისტი მეგონა მან. ყოფილი სკეიტბორდისტი და სნოუბორდისტი არის. ორივე არის. ერთი და ხო, ясно. დაგვრჩა 2 შეკითხვა, 100 კულა არის გასათამაშებელი, ყველას შანსი გაქვთ. აბსოლუტურად. ერთი კითხვა როგორ მოვიც. პირველი მინიშნება. ამხედრებული გლობალური ომის პარტია. მეორე მინიშნება. ინგლისის ნაკრებში 19 წლამდელების ევროპის გამარჯვებული. ფეხბურთზე მაქვს საუბარი. მესამე მინიშნება. პორცმუთში დაბადებული, რომელიც 1 წელი ვიტეში თამაშობდა. ამ კითხვას თუ უპასუხებ, სანდრო, თამაში მთავრდება. სწორად თუ უპასუხებ, თორე არასწორად პირიქით გრძელდება. ხო, რატომღაც მახსოვს, რომ ვიტეში იყო მეისონ მაუნტი. პლიუს 30 კულა, სანდრო, შენ და გილოცავ ფინალში გახვედი. მიხარია, რომ ამხედრებულ მასონებზე კითხვა აიღე და ეს იყო გადამწყვეტი კითხვა შენთვის, ვინ იცის ფინალში რას გიქადიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები. თქვენ კი მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და თუ შეიძლება გამიზიარეთ ემოციები როგორ იყო. ლადო, პირველ რიგში შენ გამაინტერესებს, იმიტომ რომ შენ პირველად ითამაშე სპორტული პრესინგი. კი, ანუ როგორც ველოდებოდი, საჩემო ტური არ იყო. რას ვიზავთ ესეც ხდება. საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. სანდროს ულოცავ ფინალში გასვლას და წარმატებებს უსურვებ ფინალშიც და სოსოსაც მადლობა კარგი თამაშის. სოსო. ძალიან კარგი თამაში იყო, ჩემთვისაც ვფიქრობ, რომ წინა თამაშზე უკეთესად ვითამაშე ახლა და პირიქით წინა თამაშისგან განსხვავებით თავიდანვე მთელი თამაში ვიგებდი, ყველა რაუნდის წინ ვიგებდი პრინციპში, მაგრამ საპირისპირო მოხდა და ბოლო რაუნდში სანდრომ სრულიად დამსახურებულად მოიგო ეს თამაში, ულოცავ ძალიან კარგი იყო. იმედია კიდე იქნება ესეთი თამაშები და სიამოვნებით ვითამაშებდი, მე ძალიან ბედნიერი ვარ. სანდრო. ხო, როგორც თამაშის დაწყებამდე თქვი, ყოველი შემდეგი ტური ნაკლების შეცდომის დაშვების საშუალებას გაძლევს და ამ ეტაპზე და ცხადია ფინალში თუ არ გარისკე ძალიან რთული იქნება, მოგება აი გავრისკე რობერტო კარლოსზე და გამიმართლა მინუსი რო ყოფილიყო 50 რო არ ამეღო ძალიან გამიჭირდებოდა მოგება ასე რომ გამიმართლა და ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ გამართლების ხარჯზე მოვიდა.
ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მონაწილეობისთვის. სანდრო, ჩვენ ფინალში შევხვდებით. გაიაქტიურე 16 გიგაბაიტი მხოლოდ 15 ლარად. სხვა ინტერნეტ პაკეტების სანახავად შემოდი My Selfie აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე selfie.gr